Am წუთებში განცხადებას აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ შალვა პაპუაშვილის ბრიფინგს. მშვიდობიანად მიმდინარე ერთგვარად შეთხელებულ აქციებს, რომელიც გათავისუფლდა პოლიტიკური აქტორების მიერ მობილიზებული აგრესიული ჯგუფებისგან. დემონსტრაციის ამგვარი ფერისცვალება მართლაც მისასალმებელია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესის პოლიტიკურ კალაპოტში დაბრუნებას ასახავს. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ იმ ძალებსაც, რომლებსაც არ სურთ საქართველოში მშვიდობა, სიწყნარე, სოლიდარობა და პოლიტიკის კანონის ფარგლებსა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში კეთება. მოულოდნელად მინდა განვაცხადო, ვინც დღეს ქვეყნის არ დამშვიდებას და არეულობას ხელს უწყობს, მტრობს ჩვენს ქვეყანას და ქართულ ხალხს. აქციების დაწყებიდან საკმარისი დრო გავიდა. მოვისმინეთ პროტესტი, უკმაყოფილება, პრეტენზიები და საყვედურები. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მეთოდურად ვცდილობთ უპასუხოთ ყველაფერს, ვცდილობთ ახსნათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი და დემონსტრაცია დაცულია, ხოლო პოლიციელებზე თავდასხმა და მასობრივი ძალადობა აუცილებლად აღიკვეთება. ვცდილობთ ახსნათ, რომ არავითარი ჩელიაბინსკი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ საქართველო, მისი დედაქალაქი თბილისი და მთავარი გამზირი რუსთაველი. აქ ისევე ისე თენდება და ღამდება. ქვეყანა ყველაფრის მიუხედავად აგრძელებს არჩეული გზით სვლას და ცხოვრებას, როგორც მანამდე განვლილი 12 წლის განმავლობაში. ნაბიჯ-ნაბიჯ მეთოდურად, თანმიმდევრულად ჩვენ მივყვებით დასახულ მიზნებსა და ამოცანებს, მივიწერთ ჩვენ წინ ევროინტეგრაციის გზაზე, რომლის აუცილებელი და ფუნდამენტური ნაწილია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. სწორედ ისეთი, როგორც ჩატარდა 26 ოქტომბერს. ამ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა ხმათა სრული უმრავლესობით, მიიღო 1.120.000 ხმა, თლიანი შედეგის 54%. ყველა, ვინც ამტკიცებს, რომ ესე არ მომხდარა, ცრუობს. ის, რომ ვერავითარი მტკიცებულება და საბუთი მათ ვერ წარმოადგინეს გამქრალ თუ გაჩენილ 300.000 ამომრჩეველზე და ელექტრონულ ჩარევებზე, სრულიად ბუნებრივია. ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, ვერც გაჩნდება. სიცრუის ამ კამპანიას ყავდა ინიციატორები, ავტორები, გამავრცელებლები და აქტივისტები. ეს ზუსტად იგივე ხალხია, რომლებიც ასეთივე წარმატებით ატყუებდნენ მათ პოტენციურ ამომრჩეველს 26 ოქტომბრამდეც, რომ ხალხის უმრავლესობა ოპოზიციის მხარესაა, რომ არჩევნებზე ყველაფერი შეიცვლება. ის, ვინც ეს დაიჯერა, მოგვიანებით შიშველი სიმართლის და რეალობის წინაშე დადგნენ და გაოგდნენ. მათთვის წარმოუდგენელია, რომ წააგეს ამ რეალობის უარყოფის შედეგია ის, რასაც ჩვენ ამ დღეებში ქუჩაში ვხედავთ. სინამდვილეში კი არავინ დამარცხებულა. ყველა მიიღო მისი კუთვნილი ხმა, პროცენტები და წარმომადგენლობა. ყველას უფლება არის დაცული, ყველას ხმა ისმის, ყველას აქვს საშუალება იცხოვროს მშვიდად და პოლიტიკითაც სრულიად კონვენციური ფორმით დაკავდეს. ერთადერთი, ვინც დამარცხდა, არიან საქართველოს მტრები. ისინი, ვისაც არ უნდა ამ ქვეყანაში სიმშვიდე, განვითარება, თანმიმდევრული წინსვლა. ჩვენს მტრებს სურთ ცვლილება ნებისმიერ ფასად. მათ სურთ ეროვნული, კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოგდება ყველა მეთოდის გამოყენებით. დიახ, ეს უთანასწორო ბრძოლაა, მაგრამ ამ ბრძოლაში ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ქართველი ხალხი, ის, ვინც გვენდო და ვინც დაუჯერა ჩვენს დღის წესრიგს. ეს არის ხალხი, რომელიც გონების გარდა გულითაც გრძნობს უცხოეთიდან თავს მოხვეულ კერპებს. პროტესტის რადიკალური ნაწილის არაადეკვატურობა კუბოების დაწვასა და ვუდუს რიტუალებშიც კი გადაიზარდა. მივიღეთ უცხოელის კერპად შემრაცხველთა მთელი კოჰორტა, რომელთვისაც უცხოელის სიტყვა უზენაესი და უმთავრესი. სწორედ აქ გადის არსებითი წყალგამყოფი ჩვენსა და რადიკალებს შორის, ვისთვისაც უზენაესია გარე ძლიერი ბატონის ქვეშევრდომობა და თაყვანისცემა და ვისთვისაც ჯერ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ეროვნული ინტერესია, საკუთარი თვითყოფადობა და ვისთვისაც საქართველოა უპირველეს ყოვლისა. ამაზე დგას ქართული ოცნება და ჩვენ არ დაუშვებთ ქვეყნის გარედან მართვას. ამ უმთავრეს საკითხში ვერ ვთანხმდებით საქართველოს ხელისუფლება და გარედან მართული ოპოზიცია. ქუჩაში ვითარება ჩაცხრა, აგრესიულ ჯგუფთა უმრავლესობა გაუნებელყოფილია. ცხოვრება თანდათანობით ჩვეულით დაუბრუნდება. ყველას მოუწევს ქართველი ხალხის არჩევანის მიღება და აღიარება, რადგანაც ის სრულ სიმართლეზეა დაფუძნებული. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ და იმედია უკანასკნელ გაბრძოლებას საქართველოს გადაკიდებული უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტს,
რომლებიც რუსთაველის გამზის ისევ წასაგესებლად ესტუმრნენ. მათი მიზანია ჩამქვალ ცეცხლზე ნავთის დასხმა, წაგებულ დღის წესრიგზე ჩაბღაუჭება და შემოტრიალება. რეგიონული ომებისა და კრიზისების ფონზე ჩვენი უმთავრესი მიზანია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, რაც გადის მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე. ჩვენ მოვდივართ 90-იანი წლებიდან და ზუსტად ვიცით, რა დაუჯდა ქვეყანას გლობალურ კატაკლიზმებში დაუფიქრებლად და გამოუცდელად თავის ამოყოფა. ეს ახსოვს ხალხს, ამიტომ ესმის ჩვენი. სწორედ ამიტომ ვართ მტკიცეთ და ამიტომ არ ვიხებთ უკან ჩვენს გზაზე, ამიტომ არ ვეპუებით მტრებს, რადგან ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხია. ერთადერთი გულისტკივილი, რასაც განვიცდი, არის იმ ხალხის პოზიცია, რომელიც შეიძლება კრიტიკულადაა განწყობილი, მაგრამ უყვარს თავის ქვეყანა და რთულად ესმის ის გზა, რომელსაც მიჰყვება ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში ობიექტურად ყველა მიხვდება თუ რას ვემსახურებით ჩვენ. ამასთან ერთად მინდა გამოვეხმაურო დღეს დილით გავრცელებულ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამატებითი სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით და რამდენიმე სიტყვით შევეხო ამ საკითხს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები წააგო, მათი მანდატი იწურება და ამის მიუხედავად ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორც არის საქართველო. და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამაფიქრებელია. მეორე, პარადოქსულია, რომ სწორედ ამ ადმინისტრაციამ მრავალწლიანი პატიმრობით დასაჯა კაპიტოლიუმთან დემონსტრაციის მონაწილეები, როგორც ჩანს, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. არ შეიძლება დემოკრატია ერთ შემთხვევაში ერთ რამეს ნიშნავდეს, ხოლო მეორე შემთხვევაში სხვას. და მესამე, ამერიკის წარმავალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში იყო სააკაშვილის ბოლო წლებშიც, როდესაც ადამიანების წამებამ განსაკუთრებით სასტიკი სახე მიიღო. ფაქტობრივად განადგურდა თავისუფალი მედია და ბიზნესის რეკეტის სახელმწიფო სისტემის ნაწილად იქცა. ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი არამცუ სანქცია, არამედ მკვეთრად კრიტიკული პოზიციაც კი მაშინდელი ადმინისტრაციისგან, რომელიც დღესაც გახლავთ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და როგორც თქვი, წარმავალი ადმინისტრაცია. ამ ფაქტორების გამო ამერიკის წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და ასმოკლებულია. მადლობა. რაც შეეხება ხვალიდელ არჩევნებს, ამაზეც მინდა რომ საზოგადოებას მოკლედ აუხსნა ტექნიკურად, ასე ვთქვათ, როგორ მიმდინარეობს. პრეზიდენტის არჩევნები პირველად ჩვენს ისტორიაში ჩატარდება არაპირდაპირი გზით, რაც დაახლოებით გავს ამერიკულ გერმანულ წესს პრეზიდენტის არჩევისა, როდესაც საარჩევნო კოლეგია ირჩევს პრეზიდენტს. საარჩევნო კოლეგია შედგება 300 წევრისგან, რომლისგანაც 150 გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო დანარჩენი 150 კომპლექტდება შემდეგი პრინციპით: აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი და 109 წევრი საკრებულოების წარმომადგენლები, რომლებიც წინა არჩევნების შედეგების პროპორციულად არის გადანაწილებული. რას ნიშნავს ეს დღევანდელი კოლეგიისთვის? ამ 300 წევრისგან, კოლეგიის 300 წევრისგან დღეის მოცემულობით 211 წევრი ყავს ქართულ ოცნებას, 20 წევრი ყავს პარტია ახალს, 20 წევრი ყავს ნაციონალურ მოძრაობას, 15 წევრი ყავს ლელოს, 14 წევრი ყავს გახარიას პარტიას, 20 წევრი არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან, როგორც იცით, ვინაიდან არჩევნები არ ტარდება, იქ პარტიული კუთვნილება არ არსებობს ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური რეალობით რომ შევხედოთ. შესაბამისად, საქართველოს ქართულ ოცნებას საარჩევნო კოლეგიაში 300 წევრიდან ყავს 211 წევრი, ხოლო ოპოზიციას ჯამურად ყავს 79 წევრი და 20 წევრი არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან. როგორც იცით, რაც შეეხება ქართული ოცნების ასე ვთქვათ შემადგენლობას, მე ვახსენე, რომ ამ 300 წევრიდან 109 წევრი არის საკრებულოებიდან
რომელიც კოტები შესაბამისად გადანაწილდა CSKO-ს მხრიდან 109 წევრიდან 54 იყო ქართული ოცნების, 55 იყო სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის, რომლებმაც არ აითვისეს ეს კვოტები და არ წარმოადგენეს საკუთარი წარმომადგენლების საკრებულოებიდან და შემდეგ კანონმდებლობის შესაბამისად გადანაწილდა სხვა პარტიაზე, შესაბამისად ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ აითვისა ეს კვოტები. თუმცა კიდევ ერთხელ ხვალიდან არჩევნებში 69 წევრი საარჩევნო კოლეგიისა არის ოპოზიციიდან, მათ შორის საქართველოს პარლამენტის არჩეული ოპოზიციური წევრები. რაც შეეხება თავად პროცედურას, ხვალ 9-დან 2 საათამდე 5 საათის განმავლობაში იქნება არჩევნები პარლამენტის სხდომათა დარბაზში. არჩევნებს ჩაატარებს CSKO. სხდომათა დარბაზში მოეწყობა საარჩევნო უბანი, ასე ვთქვათ, და მთლიანად CSKO წარმართავს ამ პროცესს. დელეგატები მისცემენ ხმას, კენჭისყრა გახლავთ ღია, ანუ არ არის ფარული და შესაბამისად ამ მხრივ ღია არის კენჭისყრა და სახელობითი. შედეგები 2 საათზე დასრულდება არჩევნები და შემდეგ უკვე CSKO-ს ხდომას ჩაატარებს, რომელიც ასევე საჯაროდ გადაიცემა. მთლიანად ეს პროცესი იქნება ტრანსლირებული ჩვენი არხის მეშვეობით და ასევე სოციალურ მედიაში, ჩვენი live stream-ის მეშვეობით სხდომათა დარბაზიდან. CSKO-ს ხდომაზე დაითვლება შედეგები და გამოცხადდება უკვე საბოლოო შედეგი კოლეგიის წინაშე. ასევე მინდა გითხრათ, რომ ხვალ გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ არ არის საპარლამენტო ღონისძიება, ხვალ უბრალოდ პარლამენტის შენობაში იმართება ეს პროცესი. იქნება ასევე მედიისთვისაც სპეციალური რეჟიმი იმ მხრივ, რომ არის ინტერესი მათ შორის უცხოელი მედიის მხრიდან, რომ დაესწროს ამ ღონისძიებას, ამიტომ ხვალ იქნება სპეციალური აკრედიტაციით მედიის დაშვება, ამიტომ ყველა მედიას, ვისაც აქვს ინტერესი, რომ დააკვირდეს პროცესს, ვთხოვ, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატთან კონდეთ კომუნიკაცია ხვალისთვის სპეციალური საშვების მისაღებად იმისთვის, რომ გააშუქონ პრეზიდენტის არჩევის პროცესი. ანუ არ იმოქმედებს ამ შემთხვევაში წლიური აკრედიტაცია, არამედ იქნება სპეციალური აკრედიტაცია. შესაბამისად, ყველას, ვისაც ინტერესი აქვს, ქართულ თუ უცხოურ მედიას, შეუძლია მომართოს პარლამენტს და პარლამენტი შემდეგ უკვე მიიღებს გადაწყვეტილებებს ამ აკრედიტაციის გაცემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩვენს კანდიდატურას, ჩვენ თავიდან ვთქვით და ეს რეაქციებმაც, ოპოზიციის რეაქციებმაც აჩვენა, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო მიხეილ ყაველაშვილის დასახელება ამ პოზიციაზე. ჩვენ პრეზიდენტის ინსტიტუტმა ძალიან დიდი ზიანი მიიღო წინა პრეზიდენტების წყალობით და განსაკუთრებით მოქმედმა პრეზიდენტმა ფაქტობრივად იმდენად დააზიანა ეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომ მომავალი პრეზიდენტს დაჭირდება საკმაოდ დრო იმისთვის, რომ გამოასწოროს ეს დაზიანებული რეპუტაცია პრეზიდენტის ინსტიტუტისა. და რით დააზიანა მოქმედმა პრეზიდენტმა ეს ინსტიტუტი? პირველი, ჩვენ გვქონდა ამ შემთხვევაში უპრეცედენტო შემთხვევა და მე მგონი ფაქტობრივად მიუხედავად ძალიან ცუდი გამოცდილებებისა წინა პრეზიდენტებთან დაკავშირებითაც და ერთ-ერთი დღეს ციხეშიც კი ზის, ასეთი რა გითხრათ, ღია, საჯარო გასვლა პრეზიდენტის უფლებამოსილებებისგან, სხვა პრეზიდენტებისგან ასეთი უხეში და თავხედი დარღვევა, საჯარო დარღვევა კონსტიტუციური უფლებამოსილებებისა ჩვენ არ გვინახავს, რასაც ქალბატონი სალომე აკეთებს. მან ფაქტობრივად ქართულ ხალხს თავზე გადაახია კონსტიტუცია, თქვა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ქართულ ხალხმა რა კონსტიტუცია დაადგინა, მან პრეზიდენტის ინსტიტუტი აქცია საკუთარ უკანა ეზოდ, სადაც როგორც უნდა ისე მოიქცევა, რასაც უნდა იმას გააკეთებს, ვინაიდან მას დაბევებული ჰყავდა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში და იცოდა, რომ მისი იმპიჩმენტი პარლამენტში ვერ შედგება, ამიტომ აბსოლუტურად თავზე ხელაგებულად მოქმედებდა. სამწუხაროდ ამაში მას ხარს ერთის მხრივ ეხმარებოდა ადგილობრივი პოლიტიკური ძალები, ოპოზიცია, რომელიც მას აქეზებდნენ კონსტიტუციის დარღვევისკენ და სამწუხაროდ ამაში ჩართული იყო ბევრი უცხოელი, მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსი თუ ლიდერი, რომელსაც უბრალოდ ქართველი ხალხი არაფრად ჩაგვაგდეს
და ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი ხალხის ნება აბუჩა დაიგდეს იმით, რომ პრეზიდენტს ხელს უწყობდნენ კონსტიტუციის დარღვევაში. ამიტომ მიხეილ ყავალაშვილის ამოცანა ზუსტად ეს იქნება, რომ ერთის მხრივ ქართულ ხალხს აჩვენოს თუ რას ნიშნავს პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში, რას ნიშნავს იყო იმ პოზიციის წარმომადგენელი, რომელიც ერთის მხრივ არის სახელმწიფოს მეთაურის სტატუსის მქონე, მაგრამ მეორეს მხრივ არ არის ქვეყნის მმართველი. ეს არის ეს იყო ის ცდუნება, რომელსაც ვერც ერთმა წინა პრეზიდენტმა ვერ გაუძლო და ის სტატუსი, მაღალი სტატუსი, რომელსაც კონსტიტუცია მას ანიჭებს, ყველამ მოინდომა, რომ ეს სტატუსი გადაექცია სახელმწიფო ბერკეტად, რომელიც ქართულ ხალხს არ მიუნიჭებია მათთვის. ამიტომ ეს არის ერთი მთავარი ამოცანა პრეზიდენტის ნამდვილი, ასე ვთქვათ, პრეზიდენტის ინსტიტუტის ნამდვილი მხარის ჩვენება, ასე ვთქვათ, თუ რას ნიშნავს საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტად ყოფნა და მეორე მიხეილ ყავალაშვილი არის ადამიანი, რომლის მიმართაც არ არსებობს ერთი კითხვაც კი მისი პატრიოტულობასთან დაკავშირებით და თანამედროვე სამყაროში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენნაირი მცირე და რეგიონული თვალსაზრისით გარშემო არსებული კონფლიქტების თვალსაზრისით მოწყვლადი ქვეყანა მნიშვნელოვანია ყავდეს პრეზიდენტი, რომელიც არ მოექცევა არც ერთი უცხო ძალის გავლენის ქვეშ. ჩვენ ამას ხედავთ ქალბატონი სალომეს შემთხვევაში, რომელიც პირდაპირ იმართება ქვეყნის გარედან, ამიტომ მთავარი და უმთავრესი კრიტერიუმი საქართველოს პრეზიდენტობისა არის, რა თქმა უნდა, პატრიოტიზმი და ხალხის მსახურება. ამიტომ ჩვენ ხვალინდელი არჩევნების შემდეგ და შემდეგ უკვე ინაუგურაციის შემდეგ 29 დეკემბრის ინაუგურაციის შემდეგ ქართულ ხალხს ეყოლება პრეზიდენტი, რომლისთვისაც უპირველესი იქნება მისი სამშობლო, უპირველესი იქნება მისი ხალხი და უპირველესი იქნება კონსტიტუციის დაცვით პრეზიდენტის ფუნქციის შესრულება. თავისთავად, რასაც ჩვენ ხედავთ, განსაკუთრებით ამ მხრივ გამოირჩევიან რატომღაც ბალტიისპირეთის წარმომადგენლები, პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენ გვეგონა, რომ იქნებოდნენ ადამიანები, რომელიც ყველაზე მეტად გაუგებდა ქართულ ხალხს და აღმოჩნდა, რომ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ყველაზე მეტად ერჩიან ქართულ ხალხს. არ ვიცი, რა დაუშავეთ თავის დროზე ამ ადამიანებს, რატო არიან ასე გადაკიდებული ჩვენს ქვეყანაზე, რატო უნდათ მისი დაზიანება განსაკუთრებით, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ გამოირჩევა განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსები, მათ შორის ერთ-ერთი გუშინ მიხილეთ რუსთაველის გამზირზე, გორბაჩოვის თანამოაზრე პერესტროიკის დროინდელი პოლიტიკოსი, რომელიც რუსული აქცენტით აქ გველაპარაკება დემოკრატიაზე და ჭკუას ასწავლის ქართულ ხალხს. ადამიანი, რომელიც გახლავთ მიხეილ სააკაშვილის მფარველი და ის, რომელიც მთელი ბოლო პერიოდი არის იქითკენ მომართული, რომ მიხეილ სააკაშვილი რაიმენაირად დაიხსნას ციხიდან და გასაგებია რატომაც უნდათ მისი დახსნა. მიხეილ სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც ზუსტად მათი ინსტრუქციებით მოქმედებდა, მათი ინსტრუქციებით დამართა ამ ქვეყანას, რაც დამართა. და რა თქმა უნდა, მის მიმართ აქვთ ვალდებულება, რომ დაიხსნან იმ სამართლიანი სასჯელისგან, რომელსაც ის იხდის. ეს არის ადამიანი, ქალბატონ რასაც გულისხმობ, რომელმაც სულ ახლახან არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ ის პრობლემები, რასაც ახლა ზოგიერთი ევროპელი უქმნის საქართველოს, ეს არის ქართული ხალხის ბრალი, იმ ხალხის ბრალი, რომელმაც ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარი. ამიტომ ამ ადამიანის თვალში ქართული ოცნების აღმოჩენა საერთოდ ამ ქვეყანიდან გასასახლებლები და გავასახლოთ და გაგვაქრონ. ასე რომ ასეთი ადამიანი, რომ ცდილობს, ასე ვთქვათ, ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა, გასაგებია, რომ მას არანაირი კეთილის ზრახვა არ აქვს. მეორე მხრივ, ეს სამარცხვინო სანახაობა, რასაც ჩვენ უკვე მერამდენჯერ ხედავთ რუსთაველის გამზირზე, რასაც ოპოზიციამ ქართველი ერის დაკნინების რიტუალად აქცია, როდესაც უცხოელი არამკითხე მოამბეები
მიმართ ყიჟინა, გაკერპება მიდის. ეს ამას არაფერი კავშირი სუვერენიტეტთან, ქართველობის შეგრძნებასთან არ აქვს საერთოდ. როდესაც მეხუთე ხარისხოვანი პოლიტიკოსები ჩამოყავთ, აყენებენ ტრიბუნასთან და მიდის მათი ასე თქვათ კერპად აღიარება. ეს ასეთი სახის აქციები ყველანაირად კარგავენ შემდეგ კავშირს ქართულ სახელმწიფოსთან, ქართველ ერთან და აჩვენებენ საერთოდ ჯამში, რომ ამ ხალხს საერთოდ არ ესმით, რას ნიშნავს სუვერენიტეტი, რას ნიშნავს იყო დამოუკიდებელი ქვეყანა, რას ნიშნავს ის ბრძოლა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიდიოდა 80-იანი წლების მიწურულს, როდესაც ჩვენი ხალხი იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის. აი ამ ყველაფრის უარყოფა არის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როდესაც უცხოელები არიან წარმოჩენილი ამ ქვეყნის მმართველებად და ჩვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრავებლად. დავით ხუთიკიდან რომ დავით კეზრაშვილი არის ადამიანი, რომელიცაც აქვს თავშესაფარი ევროკავშირში. ის თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, თავისუფლად გადაადგილდება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ მოვისმენთ ბრიტანელი თუ ევროკავშირის წარმომადგენელი დიპლომატების განცხადებას საქართველოში დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის საკითხებზე. და ეს ბოლო პერიოდში ჩვენ გვესმოდა. მანამ სადამ ეს ადამიანები ისაუბრებენ საქართველოში დემოკრატიას და სამართლების სახელმწიფოზე, პირველი რაც მათ უნდა გასცენ და რაც მათი კომპეტენციის ფარგლებში არის, რა კითხვას პასუხი უნდა გასცენ, რატომ იფარავენ საერთაშორისო კრიმინალს საკუთარ ტერიტორიაზე, ადამიანს, რომელმაც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე მილიონები მოპარა ქართულ ჯარს და როგორც ჩანს ზუსტად ამ მილიონებით აგვისტოს ომის ბოლოსკენ ბრილიანტებს და ძვირფასეულობას ყიდულობდა. 12 აგვისტოს აქვს ნაყიდი ეს ბრილიანტები, მაშინ როდესაც ქართველი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიტოვებული ყავდათ. მაშინ როდესაც ქართული ეკლესია იყო დაკავებული იმით, რომ გამოეყვანა დაღუპული ჯარისკაცები ბრძოლის ველიდან, მაშინ თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი ბრილიანტებს ყიდულობდა ჯარისთვის მოპარული ფულით. და დღეს ეს ხალხი, კეზერაშვილის ტელევიზია, მისი დაფინანსებული პარტიები, ნაციონალურ მოძრაობა, გვარამიას პარტია, ლელო და ასე შემდეგ, მისი დაფინანსებული NGO-ები სირცხვილია, რომელსაც პარალელურად ევროკავშირიც აფინანსებს და კეზერაშვილიც აფინანსებდა. აი ეს ხალხი დღეს გველაპარაკებიან საქართველოზე და მის ევროპულ მომავალზე. ხალხი, რომელმაც ქართული ჯარის ფულით ქონება დააგროვა და მაშინ, როდესაც უნდა ეზრუნა ამ ადამიანებს და ეფიქრათ იმაზე, რომ დაღუპული ჯარისკაცები გამოეყავათ ბრძოლის ველიდან, ბრილიანტებს ყიდულობდნენ. ამ მორალის ხალხი არის, კეზერაშვილის მორალის ხალხი არის დღეს ოპოზიციაში, ყველა პარტიაში, მათ ტელევიზიებში და მათ NGO-ებში. ამ მორალის ხალხი იყო გუშინ, ვინც ტაშს უკრავდა უცხოელებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ქართველი ხალხისთვის ჭკუის სასწავლებად იყვნენ ჩამოსული. ამ მორალის ხალხთან გვაქვს საუბარი. მნიშვნელობა არ აქვს მათ თანამდებობას და სტატუსს. ყველა, ვინც აი ამას იზიარებს, ამ ხალხის გვერდში დგას, არის ზუსტად იმ მორალის გამზიარებელი, რასაც დავით კეზერაშვილი წარმოადგენს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღემდე დავით კეზერაშვილი აფარებს თავს ევროკავშირს. ამიტომ ნებისმიერი ევროპელი, რომელიც მაღალი კათედრიდან ქართველ ხალხს უკითხავს მორალს, დემოკრატიას და სამართლების სახელმწიფოზე, ყველა თავისი წინააღმდეგ დაიწყოს ჯერ იმით, რატომ აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა კეზერაშვილს ევროკავშირის ტერიტორიაზე. ჩემი დიდი ეჭვია, რომ ამის უკან დგას კორუფცია და სულთად ის მილიონები და ბრილიანტები, რომლებიც ჩვენ ახლა ვნახეთ და ამ კორუფციის წყალობით არის დავით კეზერაშვილი, რომ დავით კეზერაშვილს აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ევროკავშირში და დიდ ბრიტანეთში. ამიტომ ყველა ამ ევროპელმა თუ ბრიტანელმა პოლიტიკოსმა თუ დიპლომატმა ჯერ გაგვცეს ამაზე პასუხი, რა დგას ამ ყველაფრის უკან. მე ვიკითხავ, რომ ხომალდებოდებით რომ ახალია
რაც შეეხება გვარსახელებს არ ვიცი, ჩვენ რაოდენობები გვესმის, წინა ჯერზე ითქვა რომ 3 დუჟინი იყო, ახლა ითქვა რომ 20-მდე არის. გვარსახელს არავინ არ ასახელებს და ესეც აჩვენებს კიდევ ერთხელ არასერიოზულობას ამ საკითხისა. მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა. სამწუხაროა რომ ადმინისტრაცია, რომელმაც პირწმინდა წააგო არჩევნები სულ ახლახან, ცდილობს რომ ცუდი მემკვიდრეობა, მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს არჩეულ პრეზიდენტს და ადმინისტრაციამ, რომელიც კიდევ ერთხელ რომელმაც დაკარგა ამერიკელი ხალხის მანდატი, დღეს ამერიკელი ხალხის სახელით აფუჭებს ურთიერთობას საქართველოსთან, მნიშვნელოვან პარტნიორთან. რაც შეეხება მომავალ ადმინისტრაციას, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მას შემდეგ რაც მომავალი ადმინისტრაცია შეუდგება ფუნქციონირებას, ისინი გადააფასებენ ამ ყველაფერს და შესაბამისად იქნება, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის. ეს არის მათი ოცნება. თქვენ გაიხსენეთ ეს პირველ შემთხვევა არ არის. 2021 წლის არჩევნების წინა პერიოდი გაიხსენეთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. კეზერაშვილის ტელევიზია იყო ზუსტად ფლაგმანი იმისა, რომ მაშინ შაქარაშვილის და ბაჩალეიშვილის საქმე. გახსოვთ, როგორ იყენებდნენ ამ საქმეს იმისთვის, რომ რაღაც ზუსტად ესეთი მსხვერპლის სცენები დაედგათ და საარჩევნო შედეგი მიიღო. იმასაც შეგახსენებთ, რომ მთავარი ჟურნალისტი მაშინ ამბობდა, მაშინ ასე ვთქვათ, აკრიტიკებდა შაქარაშვილის შემთხვევაში მის ოჯახს და ამბობდა, რომ ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად ჩვენ გამოვიძიებთ ამ საქმესო. ამ ადამიანებისთვის არ არსებობს მორალური ზღვარი, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც ხდები სხვისი ნების გამტარებელი, იქ საკუთარ მორალზე და მორალურ კანონებზე ამბობ უარს. ამიტომ რა თქმა უნდა, მათთვის მორალური ზღვარი არ არის, ყველაფერზე წამსვლელები არიან აბსოლუტურად და ეს ამ დღეებში ვიხილეთ ის, რომ პირდაპირ ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას ასაფეთქებლებით და ამას პირდაპირ ეთერში კომენტირებდა გვარამიას და კეზერაშვილის ჟურნალისტები, რომ ეს იყო თითქოს რაღაც უნებელი ანცობა, როდესაც ასაფეთქებელს ესური პოლიციელს. და ნახეთ ჩვენ რა დაზიანებები მიიღო პოლიციამ, 150-ზე მეტი პოლიციელი არის დაშავებული. ეს წაქეზებული იყო, ეს მასობრივი ძალადობა, მათ შორის წაქეზებული იყო გარედან. ჩვენ დღემდე ვისმენთ განცხადებებს უცხოელი პოლიტიკოსებისგან თუ დიპლომატებისგან, რომლებიც პოლიციისთვის ცეცხლის გახსნას ეძახიან მშვიდობიან დემონსტრაციას, რომლებიც ვანდალიზმს პარლამენტის თუ რუსთაველის გამზიზე მდებარე შენობებზე და ნახეთ თქვენ რა დამართეს ვიტრინებს და შენობებს, ამას ეძახიან მშვიდობიან პროტესტს, რომლებიც პარლამენტისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობას და იცით რომ ერთ ოთახში ცეცხლი გაჩნდა, რამდენიმე ოთახში იყო მცდელობა, ასაფეთქებელი ნივთიერებების შეგდებით, მაშხალების შეგდებით, რომ ცეცხლი გაეჩინათ და საბედნიეროდ ვერ შეძლეს და იმიტომ რომ მობილიზებული იყო შენობის შიგნითაც შესაბამისი დანაყოფები, ამას ეძახიან მშვიდობიან დემონსტრაციას. სიტყვა სიტყვით. ეს დღეები ჩვენ ვიხილეთ, მათ შორის ელჩები, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას ეძახიან პოლიციელისთვის ცეცხლის გახსნას, პარლამენტზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდების მცდელობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს თუ არის მშვიდობიანი პროტესტის ფორმა, ყველა ამას მათ უსურვებ, რომ საკუთარ დედაქალაქებში ყოველდღე ქონდეთ ასეთი მშვიდობიანი პროტესტი.